მამას სამსახურეობრივ და პირად ნომერზე ვრეკავდი ყოველდღე. და ჩვენი ერთ დღეს 12 თუ 14 სექტემბერს მამას ტელეფონი ჩაირთო. აი როგორია რომ ვრეკავდა SMS-ი მომდის რომ ნომერი რომელსაც თქვენ უკავშირდებოდით ხელმისაწვდომია და აქ ისევ რაღაცა იმედი ჩაგვესახა რომ აი ვიღაცა რაღაცას ითხოვს ან გამოსასყიდს ან რაღაცას ნუ წერდით ყველა ენაზე ქართულად, მეგრულად, რუსულად, ინგლისურად რომ აი გთხოვთ, ოღონდ რამე მოითხოვეთ, ოღონდ რამე გაგვაგებინეთ რომ ეს ადამიანი ცოცხალია და ნუ ეგრევე შევატყობინეთ პოლიციას რომ ესე ტელეფონი ჩაირთო. მათ გვითხრეს რომ დარეკეს თავდაცვის სამინისტროში, მოსმენაზე აყვანილია ეს ტელეფონი, ყველაფერი გვირეკავდნენ რომ აი ეხა დარეკეთ, ეხა არ დარეკოთ, ეხა მიწერეთ, ეხა არ მიწეროთ და ნუ ბოლოს გვითხრეს რომ აი ეხა დარეკეთ და მორჩა. მეორე დღეს გვითხრეს რომ ანძამ დააფიქსირა რომ გალში იყო ეს ფიქსირებული ეს ტელეფონი და სამწუხაროდ როცა უკვე თავრობა შეიცვალა, გამოძიების კვალს დავადექით, გავიგეთ ყველაფერი, ვკითხულობ ერთ-ერთ ჩვენებაში, რომ სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილეს, ქონდა მამას ყველა ტელეფონი შედებული თავის კაბინეტში, თავის უჯრაში და რაღაცის გამოტანის დროს შემთხვევით მოუხდა ტელეფონზე ხელი და ჩართო. ნუ ამით იმის თქვა მინდა, რომ მაშინ ჩვენ ვერანაირ სამართალს და ვერანაირ გამოძიების გზაზე ვერ დავდგებოდით. ეხლა წარმოიდგინეთ, მე იმ პიროვნებასთან მივდიოდი და ვთხოვდი დახმარებას. ვთხოვდი, რომ რაღაცა ინფორმაცია ჩვენამდე მოეტანა, რაღაცა გზაზე დავეყენებინეთ და ბოლოს გებულობ, რომ ეს ადამიანი იჯდა კატერზე და უყურებდა, როგორ მოყლა რომან შამათავამ სადისტურად მამაჩემი გამოაბა ბეტონის ფილა და გადააგდო ზღვაში. დიდება უფალს, ღმერთი მაღალია, ის ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის. ძალიან დიდი იმედი მაქვს. კიდე მეორე ადამიანი, ვინც კატერზე იჯდა ცოცხალი აღარ არის, ღვთის იმედით ცოცხლობთ დღემდე. რომ აი ესე გავიგებთ ბევრ ინფორმაციას, რომ პაატა ქარდავას ცოდვა და დავით სინდელიანის ცოდვა არავის არ შერჩება.